მოკრივე შალვა გურულს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებში გამარჯვება უსურვა სპორტის მინისტრმა. კრივის მსოფლიოს ჩემპიონატს ლივერპულმა უმასპინძლა, ლაშა გურულმა მეოთხედ ფინალში ინდოელი მეტოქე დაამარცხა. ტრავმის გამო ნახევარფინალში ასპარეზობა მან ვეღარ შეძლო და ბრინჯაოს მედალს დასჭირდა. ლაშა გურულისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული მესამე ბრინჯაოს მედალია, ის ასევე პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია. მან დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კრივში პირველი медали დაიმსახურა. სპორტის სამინისტროში უმასპინძლეთ ჩვენ სახელგანთქმულ მოკრივე ლაშა გურულს, რომელმაც ახლახან გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლივერპულში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი. მე მას მიულოცე წარმატებული ასპარეზობა, ასევე უსურვე მომავალში უფრო უკეთესი ასპარეზობა სხვადასხვა ტურნირებში. დარწმუნებული ვარ, რომ ლაშა მომავალ წლებში მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატზე უფრო კარგად იასპარეზებს, ასევე იგი შემპირდა, რომ 2028 წელს აუცილებლად იასპარეზებს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც უფრო უკეთესი შედეგი დაუბრუნდება ჩვენ სამშობლოს. ტურნირზე გავემგზავრე ტრავმით, თუმცა მეგონა რომ ტრავმა უკვე აღარ მაწუხებდა, მაგრამ პირველივე ბრძოლაზე ტრავმამ თავისი იჩინა, სამი შეხვედრა მოვიგე, გავინახე ბრინჯაოს მედალი და შემდეგ უკვე ტრავმა ისე გამწვავდა, რომ შეუძლებელი გახდა მონაწილეობის გაგრძელება. ნახევარფინალში ვეღარ მივიღეთ მონაწილეობა, დავჯერეთ მესამე ადგილს და ესე ვთქვათ, მესამე მსოფლიო ჩემპიონის მედალი ზედიზედ ჩამოვიტანე ჩემს ქვეყანაში.